Toyotas და Yamahas პირველი შედევრი. 1967 წლის Toyota 2000 GT. პირველი იაპონური სუპერკარი, რომელიც მთლიანად ხელით მზადდებოდა და მხოლოდ 351 ეგზემპლიარი შეიქმნა. ის აღჭურვილი იყო 2 ლიტრიანი ძრავით, რომელსაც 6 ცილინდრი და 3 სოლექსის კარბურატორი ჰქონდა, რაც მთლიანობაში 150 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. მან 1966 წელს 3 სიჩქარის მსოფლიო რეკორდი მოხსნა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია. Yamaha კი ამ მოდელის ინტერიერზე მუშაობდა და პანელები სრულიად მათი ხის ინსტრუმენტების სპეციალისტების დამზადებულია ვარდის და კაკლის მასალისგან. იმავე წელს, როდესაც 2000 GT გამოვიდა, ტოკიოში იღებდნენ 007-ის ფილმს. ბონდის მანქანად სწორედ ეს მოდელი შეირჩა, თუმცა შონ კონერი ავტომობილში ვერ ეტეოდა, რის გამოც Toyota-მ 2 კვირაზე ნაკლებ დროში სპეციალურად მისთვის 2 კაბრიოლეტი ვერსია დაამზადა. დღესდღეობით 2000 GT ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი და იშვიათი იაპონური მანქანაა. 2013 წლის სოთბის აუქციონზე ერთ-ერთი ეგზემპლიარი $1,200,000 გაიყიდა.